ქართული პოლიცია იმსავსება დღესდღეობით უკვე მხედრია. დალატომ საკუთარ მოქალაქეებს. თუმცა მხედრიას იმსავსება. და ჯაბაევსენი იმსავსება ივანიშვილი. ეს უკვე დღესავი ნათელია. კანონო ჯარიმები ადამიანებს დალატობა. მხედრიას იმსავსება. ხედრონის პოლიცია გახსნა ვერსები. Axi, ახარ, აქ რადგან ამდენი დაცვა. ამალით რო დადიხარ. ერთი რამე დაიმახსოვრეთ რა. ეს ამალები ისე შეჭამთ სამართლობას. როგორც თქვენ შეჭამთ ჩვენ. აი ეგენი რამე გადამატანიერი. ახანები ხარ ინტერესა. მაგრამ არც საკუთარ ძუძიცემ ვადის და არც ქვეყანას არ ცდება. ერთ როგორ შეიძლება იცავდეთ ამდენი ადამიანი ოცნების ვერჩი მყარ, მაგრამ ოცნება უკვე ფაშისტურ ოცნებაზე ემგზავრდა. ქართული ოცნება აღარ არის. ფაშისტური ოცნება არის. სული ამ ძიძვის ლო. ფაშისტებს დაგამგზავრსა უკვე. და მხედრიონელებს. საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა რა შეიძლება? როგორ შეიძლება საკუთარ მოქალაქეებზე იძალადო? დია ფაშისტური ოცნება არის. ქართული ოცნება აღარ არის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ ახლა თვალს ადევნებთ პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. გრიგოლ ბესელია, მაჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშოს. მან ახლახანს დატოვა სასამართლოს ტერიტორია შეძახილებით, რომ ის არის ცრუმოწმე, რომ პოლიცია არის მოძალადი და ასე შემდეგ. ეს შეძახილები ქონათ აქ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც მოვიდნენ აქ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჟურნალისტის, რომელიც პირველი პოლიტიკური ქალი პატიმარია საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. არსებითი განხილვის ხდომა ისევ ამჯერად ჯერ კიდევ პროკურატურის მოწმეები იკითხებიან. მათ შორის დღეს სასამართლო მოისმინა გრიგოლ ბესელიას, ეს უკვე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორია, მისი ჩვენება მოისმინა სასამართლომ. ეს გოჩოვანაძეა, ირაკლი გრიბუაძის ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე. სორგას მიმართავენ ახლა შეკრებილი მოქალაქეები და აპროტესტებენ იმას, რომ პოლიციელები სრულ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს თავიანთი ჩვენებების დროს და ტყუილში ისინი არაერთხელ ამხილეს ადვოკატებმა. ამის არაერთი ვიდეო მტკიცებულება არსებობს, რომ იგივე გოჩავანაძე, რომელსაც თქვენ ახლა გათხრიხედავთ, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე, მან სრულ ჩვენება მისცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, როცა თქვა, რომ მაგალითად მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელის შეურაცხყოფის გამო, მაშინ როცა ყველა ნახეთ ვიდეო კადრებით, რომ მზია ამაღლობელი იყო დაკავებული სტიკერის გატვრის გამო. ევა ამაიკაცი ვერ არის ვერ არის ხანა გვეხედავთ გაძლიერებულად პოლიციელების მობილიზებას, მათ შორის ხანძრონელ პირებს პოლიციის, რომლებმაც ესე მოაცილეს დღეს. ესენი უბრალოდ პოლიციელები აღარ, ესენი არის მხედრიონელები. ბიზინა ივანიშვილმა მხედრიოთა რაზმი შექმნა პოლიციელების სახით. ამ რას გულისხმობ? აი ამას გულისხმობ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, უკანონო ჯარიმები, რეპრესიები, სასამართლოზე ცრუმოწმები. ადრე თუ მაგალითად აყაჩაღებდნენ მხედრიონელები დღეს აყაჩაღებენ რითი საძერგალამით. ეს არის ყაჩაღობა, რასაც ესენი აკეთებენ. ადრე თუ ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, ახლა რა თქმა უნდა დუბინკები ძალადობენ, გაუთავება აღარ ხდება, ახლა დუბინკებით ხდება გაუთავება მოქალაქეებისა. აი ამას გულისხმობ ზუსტად. საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. როგორ შეიძლება რეპრესიები და ძალადობა გაუტარო და გაატარო ჩვეულებრივად. და თურმე ამავე დროს პოლიციელები თურმე სამართალდამცავები არიან. პოლიციელს სახელზე შემოარტყა. ეს თურმე სადისტობა არის და პოლიციელები ფეხქვეშთელამ ეს სადისტობა არ არის თურმე. და ბიზინა ივანიშვილი ემგზავრება უკვე მეორე ჯაბაევსელია. ეს უკვე დღესავით ნათელია. ვინც არ უნდა იმადას არ უნდა თქვა. თქვენ ხართ მოქალაქე, რომელიც დღეს ესწრებოდა დღევანდელ სასამართლო განხილვას, ხო? სასამართლოში. მოусმინეთ თქვენ გრიგოლ ბესელიას
გრიგოლ ბესელიასაც მოусმინეთ, ხო? აჭარის პოლიციის სული და გულით იცავს პროკურორი, სული და გულით იცავს მოსამართლე პოლიციელს. რატო იცავს პროკურორი და მოსამართლე პოლიციელს? რატო იცავს? საუბრის დროს რატო იცავს? იმიტომ რომ ცრუ მოწმეა მე აქვს სასამართლოზე არასწორი ინფორმაცია, ზიამაღლობის საწინააღმდეგო ინფორმაცია და რა თქმა უნდა, როცა ზიამაღლობის ადვოკატი კითხებს უსვამს, იჭირება, შესაბამისად რა თქმა უნდა ვერ პასუხობს ნორმალურად და შესაბამისად პროკურორისგან და მოსამართლისგან დაცვა ჭირდება. რატო ჭირდება პროკურორისგან, მოსამართლისგან დაცვა? თუ მართალი ადამიანია პოლიციელი. გრიგოლია რომ მოვიდა იქა, თუ მართალი ადამიანია. გრიგოლ ბესელია. ბესელია, ხო? რომ მოვიდა იქ, თუ მართალი ადამიანია, პროკურორისგან და მოსამართლისგან უსაფრთხოება და დაცვა რატო ჭირდება? ფარი რატო ჭირდება? მართალი ადამიანის საუბრობ შეუულებრია, ხო? მე აგერ საუბრობ ანუ შეუულებრია. გულისხმობთ ამდენ პოლიციას, რომელიც ახლა აქედან მობილიზებული, სწორედ იმიტომ რომ გრიგოლ ბესელია მისცა ჩვენება. მე რომ მართალი ვარ, ერის და სახელმწიფოს წინაშე აგერ საუბრობ შეუულებრია, მიხდი? არავისი ყურში ჩაჩურჩილება არ მჭირდება. მოსამართლისგან და პროკურორისგან რატო ჭირდება მოწმეს დაცვა? ამ კითხვაზე პასუხი არის? რატო ჭირდება დაცვა? რატო იცავს პროკურორი და მოსამართლე პოლიციას, რომელიც არის მოწმეთ მოსული? მადლობა, ეს ზურაბ ირემაძე იყო მოქალაქე, რომელსაც თავისი კითხვები აქვს მათ შორის მოსამართლესთან და პროკურორთან. მე როგორც ვიცი, ახლა ამ წუთებში განიხილება შემდეგი სხდომის თარიღები, ასევე დღეს უნდა განიხილება სასამართლოს აკვედი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, არ ვიცი ამ საკითხს განიხილავს თუ არა სასამართლო. გრიგოლ ბესელიას უკვე დაასრულა ჩვენების მიცემა, მან უკვე დატოვა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია შეძახილების ფონზე, მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ისე დატოვა ეს ტერიტორია. თუმცა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა მისი დაკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. აქ არიან პოლიციელები, მათ შორის პოლიციის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც მოყვნენ და ამ დრომდე ელოდებიან სწორედ რატო ხართ ისე თქვენ აქ ბატონო გოჩა, რატო ხართ აქ? თქვენ ხელმძღვანელი პირი ხართ, მთელი საათის განმავლობაში, მთელი დღე ხართ დღეს აქ. შეგიძლიათ გითხრათ, რატო ხართ მთელი დღის განმავლობაში აქ? რატო ხართ მთელი დღის განმავლობაში აქ? ან გამოვალებას ასრულებთ დღეს, რა ხდება სასამართლოში? ეს გოჩავანაძე იყო, რომელიც ერთ-ერთია მოწმე პოლიციელებს შორის, რომელიც სრულ ჩვენება მისცა სასამართლოს. ის არის ირაკლი დგებუაძის მოადგილე, ხოლო საინტერესოა, რომ ირაკლი დგებუაძის ორმა მოადგილემ ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები მისცა სასამართლოს. გოჩავანაძემ თქვა, რომ მზიამაღლობელი მაგალითად დააკავეს იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს ირაკლი დგებუაძის კიდევ ერთმა მოადგილემ, გიორგი ბჟალოვამ, რომელმაც თქვა, რომ მზიამაღლობელი დააკავეს არა იმის გამო, რომ ეს პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ, რაც გოჩავანაძემ ბრძანა, არამედ დააკავეს იმის გამო, რომ მან სტიკერი გააკრა ღობეზე, შედან გასაკვირველია სამეურნეოს ღობეზე. მან თქვა რეალურად ის რაც ჩანს ვიდეო კადრებშიც, რომ როცა რეალურად მართლა სტიკერის გააკრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი თავდაპირველად 2025 წლის 11 იანვარს, როცა დააკავეს მზია ამაღლობელი. თქვენ პროცესზე იყავით ბატონო? ახლა მოხდით. აკელდებიან სხდომის დასრულებას. მე ჩემთვის როგორც არის ცნობილი ამ დროისთვის განიხილავს მოსამართლე ნინო სახელაშვილი შემდეგი სხდომების თარიღს, თუ რომელ რიცხვებში გაგრძელდება მზიამაღლობელის არცებითი საქმის განხილვა. თქვენ კადრში ხედავთ ისევ გოჩავანაძეს, რომელსაც ჩვენ დავუსვით შეკითხვა, რატომ არის მთელ დღის განმავლობაში სტრესი ბათუმის საქალაქო სასამართლოს და რატომ ჩათვალა საჭიროება, რომ უნდა დაეცვა ვინმესგან გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. ცელა თქვენ იყავით სხდომაზე, რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა უთხრა გრიგოლ ბესელიამ სასამართლოს? გრიგოლ ბესელიას აკროსვა იყო ერთგვარი პოლიტიკური განაცხადი. თვლიანი შინაარსი, ვიქაც ცდილობენ ისინი შემოსწონეს საქმე და მტკიცებულებები არ აქვთ. ეს გრიგოლ ბესელია აიღო საკუთარ თავზე და მან თქვა, რომ რაღაცა აქციის 15
თვეების განმავლობაში არ ყოფილა რაღაცების უკმაყოფილება, აგერ აი ეს ბატონები ესწრებოდნენ იმ ინციდენტებს, რაც მოხდა კიდეც და ერთ-ერთი ადრე სულ მოწმეა იმ საქმის ზუსტად ვიცი. პოლიციამ აბსოლუტურად უმრავლესობა გამოიჭირეს ტყუილში და უჩვენებებში, ხო? ანუ ეს აღარ გვიქვils უკვე იმდენად ერთი და ორი შემთხვევა არ არის. არა, ერთი ტყუილი ზოგადად არსებულ მდგომარეობასთან, არა მხოლოდ საქმესთან მიმართებაში, ზოგადად არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მან ისაუბრა იმ შესახებ, თურმე იყო მშვიდობა, იმიტომ რომ ეს დღე იყო რაღაცა განსაკუთრებული პროვოკაციებით გამარჩეული. განსაკუთრებული პროვოკაციებით ისინი გამოირჩეოდნენ 19 დეკემბერსაც, როდესაც პირველი ინციდენტი ზიასა და ეთერს და ბატონ ბესელიას შორის მოხდა და ვითომ ვერ იხსენებდა ის ამ ინციდენტს და ესე შემდეგ და რაღაცა შეფუთა ეს ამბავი იმის ისე რომ თითქოს და ჩვენ ვიყავით მოწადინებული ყველანი, აი თითქოს თქვენასწრობით დავალებას. აი ზუსტად აქ იყო ის პირველი დღე, რომელსაც გრიგოლმა ისაუბრა, რომ თითქოს და ჩვენ გამოვიწვევთ ისინი პროვოკაციაში და პირიქით, აი ერთმანეთს რომ მოწმენ ჩაიგარა გოჩავანაძემ, რომელიც იყო იმ მონაწილე იმ დღის მთავარი შემოქმედი და მოქმედი პირი ამ იმისი, როცა ადამიანები ერთმანეთს აკრავდნენ სტიკერებს და ერთ-ერთი მეგობარს აირია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფორმა არ ეცვა მაშინ გოჩავანაძეს და ხო, გრიგოლმა კიდე ისაუბრა იმის შესახებ, რომ თითქოს და რაღაცა ეს იყო ჩვენი მხრიდან დაგეგმილი და პირიქით ეს იყო ირაკლი დგებუაძის შეცდომა ჩემიც შემდგომი ადამიანების დაკავება, რომელსაც უნდათ ახლა მისცენ რაღაცა განსაკუთრებული პოლიტიკური ნაწილი ამ კონფლიქტში. გრიგოლ ბესელიამ ასევე თქვა, როგორც გავიგე, რომ სიცოცხლე არ დამინახავს, ხო, რომ სიცოცხლე კონდა მეორე ძალიან საინტერესო რამე თქვა, რომ ისეთი ხმა იყო კაცანის, რომ აქცია მას მერე დაიშალაო. ამ კონკრეტულ ანუ სილის შემორტყმის გამო ისეთი ხმა იყო, რომ აქცია დაიშალაო, ხო? აქცია დაიშალაო და რავი, არაერთი ტყუილი თქვა, უშუალოდ ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით, უშუალოდ აქციასთან დაკავშირებით. ყველაფერი რაც ისაუბრა ბატონმა გრიგოლმა, როგორც უშუალოდ საქმესთან მიმართებაში, ასევე ამისი პოლიტიკური განაცხადიც იყო ტყუილი და კიდევ ერთხელ კიდე რა გახსენებათ, რა ტყუილი თქვა კიდე გრიგოლ ბესელია. ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით თქვა ტყუილი და ისაუბრა, რომ თითქოს და მე გამოვირჩეოდი განსაკუთრებული აგრესიით და თურმე ძალადობდი, ვაგინებდი პოლიციელებს და იქ თქვა, რომ სტიკერის გამო დავაკავეთ. კიდე ერთი ტყუილი თქვა, რომ სტიკერის გამო დავაკავეთ ოქმის შესადგენად და ოქმი სად არის სტიკერთან დაკავშირებული? არ არის, სხვა ტიპის ნაწილი და ზიას საკითხთან დაკავშირებითაც, რა ვიცი, არაერთი ტყუილი თქვა მან და რა ვიცი, ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა იყოს. სასამართლო იქნება, პოლიციის შენობა, გარე, ქუჩა, რა ვიცი, სუფრა, ნებისმიერი ადგილი, სადაც შევხვდებით, ვეტყვი, რომ ის არის სრულ მოწმე, არა მხოლოდ მოძალადის დამცველი, მოძალადე პოლიციელის დამცველი, პოლიციის უფროსი კი არ არის დღეიდან. ის არის სრულ მოწმე პოლიციელი, რომელიც თქმა უნდა. თუმცა ეს აღარ არის პოლიციის უფროსი, ხო დატოვა თანამდებობა? სრულ მოწმეა დღეს, ან სრულ მოწმეა დღევანდელი მისი განაცხადი. აქამდე მას ეს საჯარო და არ უპოზიციონირია იმ საკითხთან დაკავშირებით, მან დღეს რეალურად შეასრულა ის მოვალეობა, რაც ასრულებდა პოლიციის სამართლოს უფროსი იყო და რეალურად ის საქმე სადა გაემართლებინა, რაზეც დგანან ისინი თითქოს და რაღაცა აქეთა მხრიდან იყო პროვოკაცია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მათ იმ დღეს ჩაიდინეს დანაშაული და ამ დანაშაულის დასაფარად აი ამ მასკარადებს აწყობენ სასამართლოს შენობაში, რაც ძალიან სამწუხაროა. რა ვიცი, კიდე მაგინებდაო და ამ შემთხვევაში ეს არ იყო გინება, ის იყო დათქმა, რომელიც მოქმედებს თითოეულ იმ სიტყვაზე, რომელსაც ის ამბობს, მის პოლიციელები ამბობენ, სიმართლე არის, რა ვიცი, ის რომ ისინი არიან მოძალადე პოლიციელები და ეხლა ცდილობენ არაერთი ტყუილის რაღაცა ტყუილით შეფუთონ ეს საქმე და გაამართლონ. და გრიგოლ ბესელიას ვერსია რაც მან გააჟღერა, რომ ამ ადამიანების დავალება იყო, რომ თქვა, რომ შემოსული იყვნენ კონფლიქტში პოლიციელებთან, ხო? ანუ ამის მიზანი რა იყო? როგორ ხსნიდა ამას თვითონ? რა განსხვავებაა? ეგ არ უთქვამს, თუმცა ალბათ შემდგომ სასამართლო პროცესებზე თავიანთ ვერსიას შემოგთავაზებენ. ერთ-ერთი ხო ამბობენ, რომ აი ტელეფონზე ესაუბრა ზიას თურმე ვიღაცა და მიიღო დავალება. ალბათ იმასაც იტყვიან, რომ თუმცა მინდა დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ დედამიწის ზურგზე
რა ვიცი რომ ისმენენ ყველა ტიპის ზარზე სხვა ტიპის ამბავზე დედამიწის ზურგზე არ არსებობს არათუ სატელეფონო არამედ არანაირი ტიპის რაღაცა ტიპის არც ჩანაწერი და არც ფაქტი რომ ვინმეს ოდესმე ჩემთვის ეკარნახოს როგორ მოუქცეულიყავი აქციების და ბრალდებაც არ არის ამაზე ხო ბრალდებაში გაწერია არსად რომ დავალებით მოქმედებდა აბულაძის რომლის გასაპროტესტებლად იქ მივედით და მე რაღაცა მასკარადი დადგეს ადამიანებმა იმის მას მართლა სჯეროდა რომ რაღაცა სტიკერის გაკვრა იყო ისეთი სამართლდარღვევა რომელიც დაკავების პრინციპს რომ მას ჰქონდა თუმცა არ ჰქონდა და ამის გასამართლებლად მე რაღაცა ისტორიებს ეს ამ დგებუაზე რომელიც დღეს მოვიდა სასამართლოში მაგრამ ვეღარ მოასწრო მიეცა ჩვენება ბატონი გრიგოლის და ბატონი ბესენის ირაკლის სასამართლო პროცესებზე მათ შორის იმ პროკურორების სადაც როდესაც ამ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება პოლიციას პოლიციელი და ჩვენ განვიხილავთ იმ საქმეს რომელსაც განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო მალე იქნება დარწმუნებული მადლობა ეციალ კათამინძე იყო სამხელმოქმედო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთის წინ აქ დატოვა სასამართლო გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მან მისცა დღეს ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ის დაიკითხა მოწმის სახით ის უკვე ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსია ამ წუთებში კი მოსამართლე განიხილავს აკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხს როგორც ცნობილია მზიამაღლობელი რჩება ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში მას სწორედ ნინო სახელაშვილმა იგივე მოსამართლემ რომელიც ახლა განიხილავს არსებითად მზიამაღლობელის საქმეს შეუფარდა აკვეთი ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე და სწორედ იურისტების და უფლებადამცველების მათ შორის შეფასება არის ძალიან კატეგორიული ამ საკითხზე რომ აკვეთი ღონისძიების შეფარდება იყოს სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი რადგანაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი მზიამაღლობელის პატიმრობისთვის არ არსებობს და ეხლა გავიდა ორთვიანი ვადა მას შემდეგ რაც უკანონო პატიმრობაშია მზიამაღლობელი უბრალოდ ორი თვის შემდეგ განიხილა ეს საკითხი მოსამართლემ უარი თქვა რომ შესაძლებელი იყო მისთვის აკვეთი ღონისძიება და კიდევ ორი თვის შემდეგ არის მოსამართლე ვალდებული რომ გადასინჯოს აკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი სწორედ ეს დღეა ეხლა და ეხლა სწორედ მოსამართლე ისმენს როგორც პროკურორის ასევე ადვოკატის პოზიციებს აკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით რაც შეეხება თარიღებს როგორც შეფთვის არის ცნობილი მზიამაღლობელის არსებითი საქმის განხილვა გაგრძელდება 8 და 16 მაისს დღეს უნდა დაეკითხა სასამართლოს დაკითხული იყო დღეს ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის მოყვანილი იყო დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელების ძალიან დიდი შემადგენლობით ხელმძღვანელი პირებით მათ შორის გოჩავანაძე და გიორგი ბჟალავა ორივე მოადგილე აქ იყო მე როგორც გითხარი და კიდევ ერთხელ განმეორდები ირაკლი გებუაძის ორმა მოადგილემ სულად ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგაუმრიცხავი ჩვენებები მისცა სასამართლოს და ორივე მოადგილე დღეს ადგილზე იყო და ირაკლი გებუაძე ყავდათ მოყვანილი, თუმცა სამუშაო საათების განმავლობაში ვერ მოხერხდა ირაკლი გებუაძის დაკითხვა და ამიტომ გადაიდო მისი დაკითხვა შემდეგი პროცესისთვის. დღეს გრიგოლ ბესელია იკითხებოდა მთელი დღის განმავლობაში. დღის პირველი საათიდან მან მისცა ჩვენება, მან თქვა რომ მაგალითად ისეთი სილის გაწმის დროს ისეთი ხმა იყო, რომ ამის შემდეგ აქცია საერთოდ დაიშალაო და აქცია პრაქტიკულად დაიშალა სილის გაწმის შემდეგ. ასე მან თქვა რომ გაწეთლებული ლოყა მას არ დაუნახავს, როცა სილა გააწნა მზიამაღლობელმა ირაკლი გებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსს. ჩვენ მოვისმენთ კიდევ ადვოკატებისგან თუ რა თქვა გრიგოლ ბესელიამ, რა იყო სიცრუე მის ჩვენებაში. Დარაში გამოიჭირეს ადვოკატებმა გრიგოლ ბესელია დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე მისი დაკითხვის დროს. რამდენიმე წუთში უკვე ადვოკატები დატოვებენ სასამართლოს ხდომის დარბაზს და ჩვენ გვექნება მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. მზიამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში, მას ეს პატიმრობა შეუფარდა ნინო სახელაშვილმა, რომელიცაც არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და ეს მან დაადასტურა ერთ-ერთ ხდომაზე, როცა ადვოკატები მოითხოვეს მისი აცილება ამ საქმიდან, თუმცა ეს მოთხოვნა მან არ დააკმაყოფილა. ასევე ეს მოსამართლე მიიღებს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ანუ განაჩენს და თქვენ იცით რომ მზიამაღლობელს ედავებიან პოლიციაზე თავდასხმას, რაც
ბრალის არასწორების შემთხვევაში მოიცავს 4-დან 7 წამი თავისუფლების აღკვეთას. ეს მოსამართლე ნინო სახალაშვილი არის დასანქცირებული სწორედ მზიამაღლობელი საქმის გამო, იმის გამო რომ მან დაარღვია ჟურნალისტის უფლებები. და კიდევ ერთი გარემოება არის ის, რომ ნინო სახალაშვილი დაინიშნა უვადო მოსამართლედ სწორედ მას შემდეგ, რაც მან 2025 წლის 14 იანვრის თომაზე მზიამაღლობელს შეუფარდა აკვედიღონისების ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა. და უარად თქვა გირაოთი მზიამაღლობელის გათავისუფლებას, სულ შორის გირაოს ოდენობა იყო 100,000 ლარი. რატომ არის მზიამაღლობელი უკანონო პატიმარი? მის უმთავრესი არგუმენტი, როგორც ადვოკატები ამას განმარტავენ, არის ის, რომ კვალიფიკაცია, რომლის გამოც არის წარდგენილი მზიამაღლებელისათვის ბრალი, არის შეუსაბამო, არის უსამართლო და არის დაუსაბუთებელი, რადგანაც სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ამ მოსაზრებას ვისმენთ როგორც უფლებადამცველებისგან, ასევე ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებისგან და ასევე სასამართლოს პრაქტიკაც კი საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად ამბობს, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიციაზე თავდასხმა. ჩვენ გავაშუქეთ კიდევ ესე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე არაერთი საქმე, როცა იმსჯელა ამა თუ იმ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ და დაადგინა, რომ კონკრეტული მოქმედებები არ იყო პოლიციაზე თავდასხმა. ისეთები როგორიც არის მაგალითად პოლიციელისათვის საზარდულის არეში ფეხის ამორტყმა, პოლიციელისათვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც სისხლის ჩაქცევები გამოიწვია პოლიციელის სახეზე, პოლიციელის დაჭერა მის სამსახურებო მოვალეობის შესრულების დროს. ან პოლიციელის ხელკეტებით წემა. ყველა შემთხვევა დამეთანხმებით ვერაფერ უფრო მძიმეა ვიდრე სილის გაწვნა, თუმცა ამ შემთხვევებშიც კი სასამართლოს არ თქვენს, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა. ხოლო ამ შემთხვევაში პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს არის სილის გაწვნა იყო ზუსტად პოლიციაზე თავდასხმა, მაშინ როცა ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება ის, რომ ირაკლი დგებუაძის ბათუმის პოლიციის უფროს არანაირი ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია, თუმცა ირაკლი დგებუაძე ამბობს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომ მან მიიღო ტკივილი, მან განიცადა ტკივილი. და სწორედ ეს შეაფასა პროკურატურამ როგორც პოლიციაზე თავდასხმა, რაც არის დაუსაბუთებელი და უკანონო ბრალი, როგორც ამას იურისტები განმარტავენ. დღეს შესაძლოა მზიამაღლობელის ადვოკატება მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, ევროსასამართლოს და ისინი მიიჩნევენ, რომ არაერთი მუხლი დაირღვა მზიამაღლობელთა მიმართებაში, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორც არის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მეექვსე მუხლი, ასევე სიცოცხლის უფლება, მეხუთე მუხლი, ასევე გამოხატვის თავისუფლება, მეათე მუხლი, როცა მაგალითად მზიამაღლებელი დააკავეს იმის გამო, რომ მან გამოხატა თავისი პროტესტი და თქვა, რომ ადამიანის სტიკერის გაკურის გამო დაკავება საჯარო სივრცეში არის მიუღებელი. სწორედ ამის გამო გამოჩნდა მზიამაღლებელი საპროტესტო აქციაში არ იყო ამ 11 იანვრის აქციის მონაწილე. ის მივიდა აქციაში იმის გამო, რომ იქ დააკავეს აქტივისტი და მისი მეგობარი სტიკერის საჯარო სივრცეში გაკურის გამო. ის იყო ციალა ქათამიძე. და სწორედ ამის პროტესტის გამოსახედავად მზიამაღლებელმა გააკრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე სტიკერი იფიცება საქართველოს. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს მზიამაღლებელი ადმინისტრაციული წესით, თუმცა გაყალბდა უქმდი და მზიამაღლობელის საქმეში ძალიან ბევრი სიყალბეა, როგორც სრულმოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც სიყალბეში და სიცრუეში ამხილეს ადვოკატებმა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდებზე, ასევე დოკუმენტები, რომელთაც მზიამაღლობელს იგივე პატიმრობა შეუფარდეს, ეყრდნობა სწორედ ამ გაყალბებულ მტკიცებულებას, რომ თითქოს მზიამაღლებელი დააკავეს არა სტიკერის გაკურის გამო, არამედ დააკავეს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო. როცა კადრებში ჩანს, რომ მზიამაღლებელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა, ვინც დღეს მისცა ჩვენება სასამართლოს, ოფისში ჩაწერა და თითქოს მზიამაღლებელი დააკავა გოჩავანაძემ, ირაკლი დგებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ. აი სწორედ ასეთ გაყალბებულ ოქს დაეყრდნო ის განჩინება, რომელთაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა შეუფარდა აკვედიღონისების სახით ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა მზიამაღლობელს და დღემდე მზიამაღლობელი რჩება წინასწარ პატიმრობაში, უკანონო პატიმრობაში. და ახლა სწორედ ამ წუთებში განიხილავს მოსამართლე აი ამ პატიმრობის გადასინჯვის საკითხს. მას აქვს ბუნებრივია იმის საშუალება, რომ შეუცვალოს მზიამაღლობელს აკვედიღონისება, მას შეუფარდოს გირაო, ან საერთოდ აკვედიღონისების გარეშე დატოვოს და ისე გაგრძელდეს ამ სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
როგორც ჩანს, კიდევ გაგრძელდა სასამართლოს ხტომაზე აკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი. მართალია, მოწმების დაკითხვის ეტაპი უკვე ამოიწურა ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ხტომაზე. დღეს დაკითხეს მხოლოდ გრიგოლ ბესელია და ამით ამოიწურა მოწმების დაკითხვა დღევანდელ ხტომაზე, მაგრამ დღეს მოსამართლე განიხილავს გადასინჯავს აკვეთი ღონისძიების საკითხს. მზიამაღლებელი უნდა გათავისუფლდეს თუ არა გირაოთი, ან საერთოდ აკვეთი ღონისძიების გარეშე თუ უნდა დატოვოს ის სასამართლომ. ეს საკითხები განიხილება ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ხტომაზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვება აი ამ ხტომას. ასე რომ დროებით აგემშვიდობებით ეს სტუმრად ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით ესე პირდაპირ ჩართვით და მოგიყვებით თუ რა გადაწყვიტა მოსამართლემ ზიამაღლობელის აკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხთან დაკავშირებით გაათავისუფლებენ თუ არა მას პატიმრობიდან. სწორედ ამ საკითხს განიხილავს ახლა მოსამართლე ამ წუთებში სასამართლოს ხტომაზე. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.